საღამოს ბაბანოსო. გამარჯობა. ესე გაწუხებთ საქართველოს იმართება რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც უნდა ეკრძალოს ეგრეთ წოდებული ერქსესიან და ქორწინების დაკანონება. ეს გახლავთ უნიშნავსი ფაქტი, რადგან უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ქართველი მოღვაწეების ხელით ცდილობენ ჩვენ ქვეყანაში დანერგონ და შემოიტანონ გარყვნილება, წაშალონ ქართული ტრადიციები და ასე შემდეგ. თქვენი აზრები და გამოყენოთ ბატონო შეიძლება. ბატონო რამდენი წელია უკვე მე მესმის საქართველოს და რჩევას მოგასწავლე, მაგრამ ეხლა არ ვერევი არავის საქმეში და არავითარ პოლიტიკაში. ეს საერთოდ მინდა თქვა ჩემი აზრი, რაც შეეხება მართლმადიდებლობას, რაც შეეხება ჩვენ ქრისტიანულ რელიგიას და საერთოდ ჩვენ ადათ-წესებს. სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორ არ უნდა ვიყოთ დამადათ-წესების გაჩენილები და ადათ-წესების ფორკასტიდები. რაც შეეხება ამ საშინელებას, ჩვენ რომ მაგაზე ვლაპარაკობთ და რეფერენდუმის ჩატარება როა საჭირო, ეს უკვე საგანგაშო ამბავია. ხო და მე ჩემსას ჩემი მხრიდან უბრალოდ მოусმინეთ ერთ ადამიანს, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვივიდა. ეს ადამიანი არის საქართველოს უწმიდესი პატრიარქი უნეტარესი ილია მეორე. მოусმინეთ ამ ადამიანს და მის ლოცვებს და მის რჩევებს და საქართველოში გაცილებით უკეთესად იქნება ყველაფერი. მარტო სადღეგრძელოებით ამ ადამიანის მოხსენება ეს ძალიან კარგია, კი, მაგრამ საქმეში და ცხოვრებაში განავითარებ მე ღმერთი რჯული არავის ორიენტაცია სექსუალურს და მე არ მე საერთოდ ვიძახი იმას, რაც შეეხება მართლმადიდებლობას, ქრისტიანობას და რაც შეეხება ჩვენ ადათ-წესებს. მორჩა ეს არის ჩემი პასუხი ჩემოსაზრ და დანარჩენი თვითონ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, თავისი შვილების და შვილიშვილების მომავალი. ეს რაც ხდება დღესდღეობით იგივე ევროპაში, იგივე მსოფლიოში, მე მაგალითად ძალიან მახერხებს და დანარჩენი ყველამ თავისი საქმის და თავის ცხოვრების თვითონ იცის. მე მჯერა ღმერთის, მე მჯერა ჩვენი უნეტარესი და უწმიდესი პატრიარქი ილია მეორის. მე მჯერა იმას, რასაც ქვია კაცობა. თქვენ განაცვლეთ, ბატონო, უბრალოდ თქვენ მოგმართეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელიც უყვარს მთელ საქართველოს, მთელ რუსეთს და თქვენი აზრი ძალიან აინტერესებს საქართველოს მცხოვრებებს. ამიტომ თქვენ მოგმართეთ, ბატონო. ხო, საერთოდ ეს რეფერენდუმი რო არის ჩასატარებელი საქართველოში, ეს უკვე ერთი ნაბიჯია უსტუმის წინ მე ესე ვთქვი. საერთოდ როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ ლაპარაკი? ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ და ჩვენ თუ მართლმადიდებელი ხალხი ვართ, საერთოდ ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ხო და რეფერენდუმი და არ ვიცი, მე ჩემს ვიძახი. მე არავის პროფესორი ვარ, სწავლი, ვიღაც მისიონერი ვარ და არც ვიღაც მასწავლებელი და მე ჩემს ვიძახი როგორც არის რაც არის. დაუჯეროთ და მოусმინოთ ღმერთის გამოვლენი ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს ამ დედამიწაზე. დიდი მადლობა, მართლა დაგლოცო, ბატონო, მართლა დაგლოცო, დიდი მადლობა. კარგად გონდებოდეთ. ღმერთი თქვენს. ღმერთი თქვენ პარველი.